საქართველოს ეროვნულ არქივში 2024 წელს საარქივო დოკუმენტების 2.786.383 ფურცელი, 129 კინო დოკუმენტი, 7.375 ფოტო და 465 ფონო დოკუმენტი დასკანერდა. როგორც ეროვნულ არქივში განაცხადეს, საარქივო დოკუმენტების ციფრულ მატარებელზე გადატანა მიზნად ისახავს დოკუმენტების დედნების ფიზიკური დაზიანებისგან დაცვასა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტების ციფრული ვერსიების გამოყენებით 2024 წელს ეროვნული არქივის ვებგვერდზე 10-მდე თემატური და საავტორო კოლექცია შეიქმნა. ზოგადად საარქივო დოკუმენტების გაციფრულების პროცესი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქივებისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი არქივისთვისაც მათ შორის და ეს პროცესი უკვე 10 წლეულზე მეტია მიმდინარეობს. ხდება იმ საარქივო დოკუმენტების, ასე ვთქვათ, ციფრული ასლების დამზადება, ეს არის აუდიოვიზუალური დოკუმენტები, არის ფოტოები, ფოტონეგატივები, აუდიო ჩანაწერები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კინო მასალა, კინოფილმები, რომელიც ჩვენს არქივშია დაცული. ეს ღონისძიება იწარმოება არქივში სხვადასხვა ტექნიკური ჯგუფის მიერ, რომელიც არიან პროფილური ჯგუფები, რომელიც აწარმოებენ ამ სამი მიმართულების გაციფრულებას და საკმაოდ დიდი რაოდენობა, დიდი მასივი დაგროვდა ჩვენი საარქივო დოკუმენტების, უკვე ციფრული ასლების, რამდენიმე მიზანს ემსახურება დოკუმენტების, საარქივო დოკუმენტების გაციფრულება. პირველი ის, რომ ხდება ძალიან მარტივი მათზე ცდომა, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მოდის არქივში სამუშაოდ და იკვლევს ნებისმიერ თემას და ჭირდება აუდიოვიზუალური დოკუმენტები, ძალიან მარტივად აქვს ამაზე ცდომა, თქვათ, აღარ გვიწევს დოკუმენტის საცავიდან გამოტანა და ასე შემდეგ. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის ამ პროცესში, არის ის, რომ აღარ ხდება დედან დოკუმენტთან შეხება, იმიტომ რომ როდესაც ეს პროცესები არ იყო გაციფრულების და არ კეთდებოდა, არ ქონდა თქვათ კომპიუტერული სისტემები, მაშინ გვიწევდა ყოველ ჯერზე დედან დოკუმენტთან შეხება, თქვათ, მაგალითისთვის რომ ავიღოთ, რომ ადამიანს აინტერესებს ფოტო, ჩვენ უნდა გამოგვეტანა ეს ფოტო საცავიდან და ასე ხდებოდა, თქვათ, მოძრაობა ამ დოკუმენტების, რაც 100 წლის წინანდელი, თქვათ, დოკუმენტისთვის არ არის მაინც და მაინც რეკომენდირებული, რანაირად ფრთხილადაც არ უნდა მოეპყრო მას. და ამ გაციფრულების ტექნოლოგიები გვაძლევს ამის საშუალებას, რომ კვლევარსაც ძალიან ადვილად მივაწოდოთ ეს დოკუმენტი და შესაბამისად ორიგინალი დოკუმენტიც დავიცვათ ზედმეტი შემხებლობისგან, კონტაქტისგან და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს წლიურად დაგეგმილი, ყოველ წელს გეგმავთ ამ სამი ტიპის აუდიოვიზუალური დოკუმენტების ტიპის გაციფრულებას და თავისთავად ამას მხოლოდ ადამიანური რესურსი არ ყოფნის, ამას უნდა ტექნიკა, ტექნოლოგიები და ჩვენ გვაქვს ყველა შესაბამისი აპარატურა, რომ მოხდეს არქივში დაცული დოკუმენტების მაღალი ხარისხით გაციფრულება.